გამარჯობა მეგობრებო, დღეს ჩემი ხელში არის ხახვი, წითელი ხახვი, რომელიც ყველაზე იაფი საშუალება არის, სადაც შედის ორი სასწაული ინგრედიენტი, რომელიც ჯანმრთელობისთვის არის ძალიან სასარგებლო. არის ანტიოქსიდენტი, რომელიც ჩვენი ძვლებისთვის არის, პლუს შედის ერთი ნივთიერება, რომელიც ინსომნია. ძილი ვისაც აჩუქებს ადამიანს, რომ ვერ დაიძინებს ღამე. იმ ადამიანისთვისაც არის კარგი. მაგრამ ხახვში ერთი ნივთიერება ეგეთი შედის, რომელიც ყველასთვის არ შეიძლება. არის ერთი დავადება, თუ გაჩუქებს ის დავადება, მაშინ თქვენ არ უნდა ჭამო უმი ხახვი. კიდე შეცდომას აკეთებს ადამიანი, თითქმის ყველა მაგის წამის დროს. ბოლომდე უყურე ვიდეო, დღეს ვისაუბროთ რა შეიძლება სწორი წამის მარტო ხახვმა გააკეთო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მაგის ჭრის დროს ცრემლები იმიტომ მოდის, როგორ შედის ნიორსი, ელისინი, აქაც არის ელისინი. შედის გოგრიდი, რომელიც ჭრის გამო თვალებში გაძლევს ეს ცრემლები რომ მოდის, მაგრამ ეს ცრემლები თვალებისთვის სასარგებლოა. აიურვედაში თეთრი ხახვის წვენი იყენებენ თვალისთვის, თვალის წამლებში. თვალისთვის არის სასარგებლო თეთრი, ეს არა, თეთრი ხახვი. აქ შედის ერთი ნივთიერება, მეგობრებო, რომელსაც აქენ ინულინი. ეს არის ჩვენი ნაწლავის ბაქტერიების ერთი საჭმელი. ანუ გაუხარდება ჩვენი ბაქტერიებს, კარგი ბაქტერიებს. მაგის წამა შეიძლება პრიბიოტიკები, სადაც ადამიანს არ აქვს საკმარისი ბაქტერიები ნაწლავში და მერე შებიროლობა და სხვადასხვა ნაწლავის პრობლემებია. იმ შემთხვევაში ძმარში, დაჭერი ძმარში, ბანკაში შეინახე და საჭმელის წინ ყოველდღე ცოტა ჭამა შეგიძლია. თუ გაჩუქებს შებირელობა ან კუჭნაწლავის პრობლემები. იმიტომ იქ ბაქტერია არ არის საკმარისი, იმიტომ ეს პრობლემა. ინულინი რო შედის აქ, მოგიმატებს კარგი ბაქტერიები ჩვენი ნაწლავში უფრო მეტი გაიზარდება. მეტი როცა იქნება, კარგი ბაქტერია, ცუდი ბაქტერიები შემჩირდება ავტომატურად. აქ შედის C ვიტამინიც და C ვიტამინი ჭირდება თქვენ კოლაგენისთვის. კოლაგენი რო ჭამს. პირიქით, C ვიტამინის საკმარისი პროდუქტი თქვენ რო ჭამო, თვითონ გააკეთებ თქვენი გვიძლი ეს კოლაგენი, იმიტომ იქ კეთდება 30%-ია ის თლიანი რაოდენობის. იმან უნდა გააკეთო. აქ საკმარისია C ვიტამინი, რომ კოლაგენი საკმარისი იყო და ძვლების და საქცრების ჯანმრთელობისთვის რო კარგი. კიდე აქ არის მეგობრებო კიურსიტინი ერთ-ერთი ანტიოქსიდენტი, რომელიც არის ასაკის საწინააღმდეგო. პლუს ქრონიკული დაავადებები რო არის, მაგის რისკი რო სიამციროთ. ეს კიურსიტინი საჭიროა, რომელიც აქ ყველაზე იაფია, ეს ხახვი მე მგონი მთელი წელი იყიდება. ადამიანი მთელი დღე ორჯერ ან სამჯერ მაგას ჭამს. და ელისინი რო შედის აქ და თუ თქვენ ხახვი და ნიორი ერთად ჭამოს სალათაში, მაშინ კარგი კოლესტერინი იმატება და ცუდი კოლესტერინი სიამცირებთ. ელისინი, ნიორი პლუს ხახვი. ორივეში შედის ელისინი, რომელიც საუკეთესოა ცუდი კოლესტერინის შესამცირებლად. აქ არის B12 ვიტამინი ჯგუფის პლუს C ვიტამინი, რომელიც ინფექციებით რისკებს სიამცირეთ. ჩვენი კანში რო ინფექციები რო არ შეხვდე, გარედან ინფექციები რო არ შეხვდე, დიახ, ხახვი დაგეხმარება. მე რა რო სუნია ცოტა არასასიამოვნო. მაგრამ ჯანმრთელობისთვის მაგარია. კიდე საინტერესო რამე რა არის მეგობრებო. ერთ-ერთი ანტიოქსიდენტი შედის ლაიკოფინი, შედის პომიდორში. მაგრამ ეს არ ითივსება, სანამ თქვენ არ მიაყოლებს იგივე სალათაში ხახვი. ეს ლაიკოფინი მაშინ ითივსება კარგად, როცა
ერთად ჭამს პომიდორი და ხახვი. ანუ ყოველთვის იმიტომ გეუბნები საწმელის წინ კიტრი, პომიდორი, ხახვი, სალათა მეგობრებო, ყველაზე საუკეთესო რამეა თქვენ რასაც შეგიძლია თქვენი ორგანიზმისთვის გააკეთო. მაგით ზონაში კი არ დაიკლები მარტო. ბევრი ქრონიკული დაავადების დალაგება შეგიძლია კვებით და ყოველთვის დაიწყეთ თქვენი კვება ბოსტნეულებით. ეს ბოსტნეული შეიძლება იყოს უმი, თუ არ მოგიქდება უმი, ეს შეიძლება მოხარშე, ისე ჭამე, ორთქლზე გაამზადე, ცოტათი მოშუშე, მაგრამ დაიწყეთ პირველი ფენა ყოველთვის ბოსტნეულში, სადაც ხახვი აუცილებელია. და პომიდორი და ხახვი ერთად როცა ჭამს, არა მარტო ეს დაავადებები, გულის დაავადებების საწინააღმდეგო გახდება ეს პომიდორი. ყველამ იცი რომ პომიდორი არის გულისთვის კარგი. რატოა კარგი? ანტიოქსიდენტის ედის. მაგრამ თუ გინდა ეს ანტიოქსიდენტი ბოლომდე ითისებოდე ერთად ყოველთვის სადე ერთად ჭამ. ტრიპტოფენ არის ერთ-ერთი ამინოს მჟავა, რომელიც შედის აქ ხახვში, რომელიც დაგეხმარება კარგი ძილისთვის. ნახე მეგობრებო, ერთი ხახვი ძილისთვისაც კარგია, კანისთვისაც კარგია და საერთოდ ჩვენი ბაქტერიებისთვის კარგია. ეხლა მოდის მაგას თუ გინდა ბოლომდე მაგაში რა შედის, რომ ჩვენი ორგანიზმმა მიიღო ყოველთვის თქვენ რო იშუშები მაგას ბოლომდე რო დაიწვება ეს ყველაფერი, შავი გახდება, ეს სასარგებლო არ არის. ყოველთვის ცადე რომ ძალიან პატარათი უნდა მოშუშო, ძალიან პატარათი. თუ არა ჭამს უმი, მაგრამ ყოველთვის საუკეთესოა უმი ჭამა, სალათაში უნდა ჭამო. ეხლა რომელი ადამიანი არის, რომელისთვის ეს შეიძლება იყოს არ იყოს იმდენად სასარგებლო. ყოველთვის სასარგებლოა ეს, მაგრამ ეგეთი ადამიანი, ვისაც აჩუქებს მალე დაგროვება თირკმელებში კენჭები. მაშინ იმ ადამიანს ეს უმი არ უნდა ჭამო. შიგნით რო არის თხელი სელოფანივით ფენა. ის შეიძლება იმ ადამიანისთვის იყო მავნე და არ გადამუშავდე და უფრო მალე მოიმატო თირკმელებში კენჭები. დანარჩენი ყველა ადამიანისთვის შეიძლება ხახვის მიგება სალათაში, საჭმელში უნდა ჭამო. ძალიან სასარგებლო და იაფია. ყოველთვის გააზიარეთ მეგობრებო ეს ვიდეო, იმიტომ ეს არის ეგეთი ინფორმაციები, რომელიც ყველამ უნდა იცოდე. არ უნდა დატოვოთ თქვენამდე, გააზიარეთ მეგობრებში და აუცილებლად გამოიწერე არხი, ყოველთვის იკავი, ჯანმრთელი და ბედნიერი.